საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. აბა ვინმე გამოჩნდეს, მე მგონი ისმის ხმა და ვარ ეთერში. ერთი ადამიანი გამოჩნდეს და დავიწყოთ ჩვენი ძალიან საინტერესო დღევანდელი პირდაპირ ეთერი. ხო, ვართ ესე იგი ეთერში უკვე გამოჩნდა რამოდენიმე ადამიანი. მოკლედ კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ ბულინგი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ქართულად ჩაგვრას. სხვათა შორის ქართველებმა ძალიან ავიტაცეთ ძალიან ბევრი უცხოური სიტყვა და ქართულ ენას პატივს აღარ ამცეთ. ეს არის ძალიან ცუდი. მაგრამ ახალგაზრდებმაც რომ კარგად გაიგონ, აი ეს ბულინგი, რომელიც დღეს მიმდინარეობს შოუ ბიზნესში, მინდა ცოტა შორიდან დავიწყო და კარგად გავაგებინო საზოგადოებას თუ რასთან გვაქვს საქმე. და მთლიანად ასევე მე მინდა აი ამის ორგანიზატორები გახლავან მეგობრებო, აი ყველა აი ამ გაუკუღმართების ორგანიზატორები არიან ნაციონალური მოძრაობის აი ეს ეროვნება შეცვლილი ერთი კლანი, რომელიც სათავეს იღებს თქვენ იცით შეთქმულებით მოსვლიდან და ამასაც განგიმარტავთ შემდეგში ჯერ ამ შოუ ბიზნეს თემაზე ვისაუბრებ. აიქიდან მოდიან მეგობრებო და აბსოლუტურად ყველა სისტემაში ესე იგი ისე ააწყვეს საქმე, რომ მთლიანად გაერყვნათ მთელი ეს ჩვენი ახალგაზრდობა და მთელი თაობები. რა ხდება კერძოდ შოუ ბიზნესში? თქვენ იცით რომ ძირითადად სააკაშვილის დროიდან ეს ტენდერებმა აიღო ის ყველა სფეროში არის ეს ტენდერების თემა, მოიგებს ვინმე ტენდერს, უზარმაზარი ფულები რიცხება და ტენდერს ისე არ მოგაგებინებენ, თუ შენ მათ პარტიასთან დაახლოებული არ ახარ, ან ვიღაც მაღალ ჩინოსანთან არ ახარ ესე ვთქვათ დაახლოებული. დაწყებული ნაციონალური მოძრაობიდან დღემდე ამ შოუ ბიზნესის ამ საახალწლო თუ სხვადასხვა ზეიმებზე ამ ტენდერებს ყოველთვის იგებდა ერთი და იგივე ჯგუფი, კახუჩელა ასე ვთქვათ და სტეფანე. აი ეს გათახსირებული ხალხი. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამის საბუთებიც მაქვს აქ, გითხრათ თუ რაშია საქმე. წელს მეგობრებო, როდესაც ამათმა უკვე პარტიული ის გამოამჟღავნეს და გმობდნენ ასე ვთქვათ, აი ეს დაუპირისპირდნენ აი ამას, რა ქვია, საარჩევნო იმას და რომ აი აქციებზე გამოდიოდნენ და ყველაფერი, ძლივს ეს ბოთე ოცნების წევრები მოეგნენ გულს, რომ ამათვის აღარ მიეცათ ესე იგი ტენდერი, არ გაემარჯვებინათ ტენდერში და ისევ ამათი გასაკეთებელი არ ყოფილიყო ეს საახალწლო კონცერტები, ლაპარაკი მაქვს კახუჩელაზე, სტეფანებზე და ასე შემდეგ. ამ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გაიმართა საახალწლო კონცერტი. მე ამ ერთ-ერთი კონცერტის მონაწილესთან მუსიკოსი, მომღერალი ბატონი კახა კუხიანიძეს დედას ძალიან კარგად ვიცნობ და მთლიანად ეს ოჯახი არის ძალიან კონსერვატიული ოჯახი, ძვირფასი ოჯახი, ტრადიციული ოჯახი და აი ამ ერთი ამ ადამიანის, აი ამ მომღერლის ისტორიას ეხლა მე თქვენ მოკლე პატარა რაღაცას გაგაცნობთ, ეს მე ინტერნეტშიც ვნახე, არის ინტერნეტშიც. მოსვლიდან რამდენიმე ხანში ნაციონალური მოძრაობისა ინტერვიუ იყო, ასეთი ინტერვიუ სავაწყდი, რომელსაც კახა კუხიანიძე იძლევა. და ვიდრე ამას წავიკითხავდე, რას გულისხმობ ბულინგში. ქუთაისში სცენაზე აუვარდნენ იქ თაკო გაჩეჩილაძე და ეს კახა კუხიანიძე და ეს ხალხი მონაწილეობდნენ ამ საახალწლო კონცერტზე და აურბეინეს, ესე იგი რუსთაველის აქციაზე
ნაცემი ახალგაზრდების ფოტოები და თქვენო არ აქვს ხვენიათო თქვენო არ აქვს ხვენიათ სინდისი არ გაგაჩნიათო აი როგორ მღერი ხართო გესმით ეხლა ეს ხალხი მეგობრებო ვიდრე ამ ინტერვიუს წავიკითხავდე ეს ხალხი იყვნენ 2008 წელს ხომ იცით რომ მე შიდა ქართლიდან ვარ მოფენილი იყო ახალგაზრდა ბიჭების გვამები ჩვენი საუკეთესო საჯიში ბიჭების ახალგაზრდა ჯარისკაცების ეს ეროვნული ბიჭები იწვნენ რა ქვია შიდა ქართლის მიწაზე ამ დროს ტაშფანდურა ჰქონდათ გამართული რუსთაველზე რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო 26 მაისს ხალხი დახოცეს და აი ეს ხალხი ეს ბადურაშვილები და ეს სტეფანები და ესენი ეს ისა რა ქვია კაცო კიდე ვერიკო ტურაშვილი რო არის და არ აქვს ცხენიაო ახლა ამათ აბულინგებს ეს ნაძირალა ქალი და იქ გამოვიდა 26 მაისს წინა დღეს რო ხალხი დახოცეს აწამეს და დახოცეს და რო უთხრეს რომ არ აქვს ცხენია როგორი მღერე იქო ხალხი რო ეს ამ დროს შეიძლებოდა მან ცივერო რა ვქნაო აბა ვალი მქონდაო ესე იგი ოჯახში ვალი მქონდა რაღაცა პიანინოს ფულ გესმით სად გადის ამათი სინდისის და ნამუსის ძარღვი მეგობრებო ეხლა უკვე რო გონს მოვიდე ეს ქართული ოცნება რომ ამათ აღარ მისცეს აი ეს ტენდერი და ესენი უკვე შევიწროდნენ და სახელმწიფოს ხარჯზე არიან თან უნდათ რომ ფული აკეთონ და თან უნდათ რომ სახელმწიფო ანგრიონ არიან გამწარებულები და გუშინ წინ რადიო თბილისმა აი ვინც ამ საახალწლო კონცერტზე გამოვიდნენ აბსოლუტურად ამათი სიმღერები სამუდამოდ აკრძალა გესმით ეს მე არ ვიცი ამას ჩაგვრა და ბულინგი კი არა ეს არის ტერორი მეგობრებო არაფრით არ შეიძლება ხელოვნებაში იყოს ასეთი პოლიტიკური ფაშიზმი ეს არის პოლიტიკური ფაშიზმი ვის ეკუთვნის რადიო თბილისი იცით ლექსენს ეს განაცებული ვიღაც რეპერი გესმით როდესაც აი ამაზე მეტი არგუმენტი არ აქვს სახელმწიფო ასეთ საერთოდ კომპანიებს უნდა ხურავდეს და კარგი იქნება თუ დაუხურავთ საერთოდ ეს არის მეგობრებო ჩაბუდებულები ბოზების გუნდი რომლებიც ესე იგი თქვენ კარგად იცით რომ ძირითადად საახალწლო კონცერტებზე მიდიან საყურებლად ახალგაზრდები ხო ბავშვები და ახალგაზრდები წარმოიდგინეთ მე აი რას წავაწყდი ახლა ეს კახა კუხიანიძე ეს არის ნამდვილად ქართულ ოჯახში აღზრდილი ვაჟკაცი ბიჭი და ნახეთ რას წავაწყდი 2005 წლისა რა ვიცი ვისთან გიწევდათო ბრძოლაო ეკითხება ჟურნალისტი კონცერტის ორგანიზატორებთან წლების წინ ასე ხდებოდა შემითანხმდებოდნენ ჰონორარზე აფიშაზე ჩემი სახელი ეწერა კონცერტის დღეს კი ირკვეოდა რომ ღონისძიებაზე მე აღარ გამოვდიოდი რა თქმა უნდა ეს არ ხდებოდა ჩემი სურვილით შარშან ახალ წელს ნახეთ რა მოსთხოვეს მეგობრებო ორგანიზატორებმა აი ამ კახუჩელებმა და ამ სტეფანებმა ვახ თქვენ გათახსირებულო პედერასტებო რა შარშან ახალ წელს უნდა ჩამეცვაო მაშინდელ წლებზეამოს ქვედაბოლო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კოლჰოტი ჩამჯდარიყავი აბაზანაში და ასე უნდა გამოსულიყავი საახალწლო კონცერტებზე ისე არ გამოგიყვანთო ვინ ხელმძღვანელობდნენო და ვინ ხელმძღვანელობდნენ კახუჩელა და სტეფანე გესმით მეგობრებო ეხლა ამას რომ ბავშვები შეხედავდნენ მერე რომ ამას რომ ქართველი კაცი გააკეთებს ქართველი მომღერალი ბავშვს მეტი მიმბაძველობა აბა მეტი მეც კი არაფერს არ სწავლობს ბავშვი ესე იგი ამ ხელამ ზაკრული ჩანაფიქრები აქვს ხო და აი ეს ეხლა მე ქართულ ოცნებას უნდა ვიმართო რომ საერთოდ სანამ იქნებით ყველაფერი აი ამას მიხედეთ თორე ძალიან მალე მოვალთ ეროვნული ძალები და კაცრად მოგეკითხებათ საერთოდ ეს ჯაშუშები რომლებიც ახალგაზრდებს ყვნიან არ უნდა გააკაროთ არც სცენას და არც საერთოდ აი არსად აი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე რაღაცა კონცერტები გამართონ საერთოდ უნდა აეკრძალოთ ამათ აი ასეთი მოქმედებები რომლებიც ყვნიან ერს და ყვნიან მომავალ თაობებს და რა დონეზე გარყვნეს კიდევ ყველგან ეს თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ მოდით აი მივყვეთ ეხლა ძალიან ბევრი რო ისევ ტაშს უკრავს და რა ქვია აი ტაშფანდურა ხან ხორუმით შედიან რა ქვია
ევროპაში არა და ევროპა არ აღებს კაცს 30 წლამდე კაცო ვერ გაიგეს ახალ ხან ხორუმი და ხან რა ვიცი მე განდაგანა და რა ვიცი უბედურობა არ ვიცი ასეთი გონდაკარგული ხალხი მართლა გასაშინჯები არიან ესენი ვინ სად მიდიხართ არავინ არ გიღებთ გესმით დაკეტილია ევროპის კარი და ნამდვილად გეუბნებით აი ყველა გათვლებით ეკონომიკური გათვლებით ყველანაირი გათვლებით 30 წლიდან ვითომ უნდა მე გაიხსნება ევროკავშირის კარი სხვადასხვა ქვეყნების მაგრამ დაიმახსოვრეთ ეს ჩემი ლაივი 2025 წლიდან დაიწყება ევროკავშირის თლიანად დაშლა და ამის ეკონომიკა მე ამას წინასწარმეტყველი კი არა ვარ და იმას გავლაპარაკობ ეს არის ეკონომიკური გათვლებით და პირველი ამას გააკეთებს გერმანია და საფრანგეთი და მე დანარჩენებს უკვე აზრი აღარ აქვს ეგ არის ძირითადად ევროკავშირი და კარგად გაერკვიეთ და ვინც მართლა სამშობლოს ის არის ერთგულია თავის სამშობლოს თავისუფლებაზე და სახელმწიფო დამოუკიდებლობას უნდა სცემდეს პატივს და არა სუვერენიტეტის დათმობას ყველაფრის ბაზარზე საიდან მოდიან მეგობრებო აი ეს ეროვნება გადაკეთებული აი ეს ერთი კლანი რომელსაც საშილად ძულს საქართველო და ქართველი ხალხი ესენი არც ერთი არ არიან ქართველები რო იცოდეთ ეს არის კლანი რომელსაც მიზნად აქვს დასახული საქართველოს თლიანად განადგურება პირველად როდესაც 2003 წელს როდესაც ვიღაცა ამას უწოდებს რომ ეს იყო ვარდების რევოლუცია ეს არ იყო არანაირი რევოლუცია არ იყო ეს იყო ჩვეულებრივი შეთქმულება ამერიკისგან წვანი აუნთეს ამ ჯაშუშს მიხეილ სააკაშვილს მაგრამ თუ ყველას კარგად გახსოვთ არაფრით არ გადადგა შევარდნაძე სანამ არ ჩამოფრინდა თბილისში 23 ნოემბერს მიტინგზე პირდაპირ სიტყვითაც გამოვიდა ბატონი ივანოვი გახსოვთ ალბათ ხო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რატომ არ გადადგა მანამდე შევარდნაძე იმიტომ რომ მას ვალდებულებები ჰქონდა რუსეთთან ჯერ კიდევ რაღაცები ჰქონდა გასაკეთებელი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ამიტომ ჩამოფრინდა ივანოვი და თუ ახალ ვიღაცას დაუთმობდა ხელისუფლებას მას უნდა აეღო ის პასუხისგებლობა რას აძლევდა საქართველოს სანაცვლოდ რომ პირველ სკამზე პრეზიდენტის სკამზე დაბრძანებულიყო აი ეს ჯაშუში სააკაშვილი და თქვენ იცით რომ სულ მალე შემდეგში განხორციელდა ის რომ მთელი ენერგო სისტემები ყველაფერი გადაუფორმეს რუსეთს შემდეგ გამოიწვია რა ქვია აღუდგინა ადმინისტრაციული ერთეული შიდა ქართლში სამხრეთ ოსეთის ოლქი რომ იყო რომელიც ცხონებულმა ზვიადმა გააუქმებინა მაშინ ელცის რომელიც საქართველოში ჩამოიყვანა და გააუქმებინა წარმოიდგინეთ თქვენ ესე იგი აი ამ ჯაშუშმა აღუდგინა ეს და მოაქცია იქ ახალგორის და შემდეგ კოდორის ხეობას უწოდა კიდე ზემო აფხაზეთი ნახეთ რანაირად გააკეთა ეს ყველაფერი გამოიწვია ომი და ერთის და მეორეს უუმრად ჩააბარა დანარჩენი ცხინვალის და იმის რეგიონის გარდა აი ეს რეგიონები უუმრად ჩააბარა ორივე აი ამ ჯაშუშმა ეხლა მოდით დავსვათ კითხვა აი არაფრის გაგონება რო არ უნდათ აი ამათ მომხრეებს ხოლმე მოდი დავსვათ კითხვა როდესაც შედიოდა ცხინვალში იცოდა თუ არა ეს რუსეთის ხელისუფლება მე არ ვამბობ რომ შენ ქვეყანას შენ არ უნდა იყო შენი ყველაფრის პატრონი მაგრამ როდესაც შენ ამ ხელა მეზობელი ქვეყანა ყავს აქ და ჩააყენე შენ თვითონ და ის ადმინისტრაციული ერთეული აღუდგინე და იქ ყავს ის სამშვიდობო ძალებია და ის როიცი რომ ამას მოყვება მე რუსეთის შემოსვლა რატომ გააკეთე თუ არ იცოდა მაშინ ნამდვილად ფსიქიატრიულში იყო დასაწვენი ხო როგორ შეიძლება ეხლა შენ დაეჭიდო იმ ხელა ქვეყანას რომელსაც დღეს თელი ნატო ებრძვის ამდენი ხანია ხო 2 წელია და შენ ვინახარ რომ შენ უმართავ აი ამ ხელას აი მას რა ქვია მოსტს და წირავს ეს ქვეყანას ხო თუ იცოდა მეგობრებო თუ იცოდა თლათ უარესი ესე იგი
ეს არის როგორც თვითონ ამბობს, მე ვარ ორმაგი ჯაშუშიო, ნამდვილად არის ორმაგი ჯაშუში და ნამდვილად ვიცი რომ იცოდა საქმის კურსში იყო რუსეთის ხელისუფლება, რასაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი და მთლიანად ეს ყველაფერი მიზანმიმართულად გააკეთა, ჯერ ადმინისტრაცია აღადგინა, შემდეგ ესეც შეიყვანა ახალგორი და ის კოდორის ხეობა, აფხაზეთი უწოდა ზემო აფხაზეთი და ყველაფერი ჩააბარა ერთად. ეხლა მივყვეთ თანდათან. განათლების სისტემა, მეგობრებო, რაზეც ჩვენ ძალიან ვჩივით, ხო? ჩვენ ვჩივით იმაზე, რომ ფაქტიურად ერთი თაობა ისე გაგვიყვნა, ერთი თაობა. იმდენად გაგვიყვნა, რომ აი ამ ახალგაზრდებთან უკვე დალაპარაკებაც კი შეუძლებელი ხდება. საერთოდ მოსმენა არ იციან, გოგო, ბიჭი, ყველა იგინება სახალხოდ, არაფერი წაკითხული არ აქვთ, აბსოლუტურად გახსოვთ ალბათ ისიც რომ დანერგა, რა ქვია იმას, ინგლისურის ის რაღაცა ის შემოიყვანა ინგლისურის მასწავლებლები და იმ სახელმძღვანელოებში, მეგობრებო, იყო ბაპტისტური სწავლებები ინგლისურ ენაზე. აი ეშმაკი რომ მოდის, პირდაპირ კი არ მოდის ეშმაკი, რომ ეშმაკი ვარო, რომ გაცდუნოს მოდის რაღაცა წმინდანის სახით, რომ უნდა მოგატყუოს, ხო? აი ესე შემოიტანეს ეს სახელმძღვანელოები, სინამდვილეში იყო ბაპტისტური სწავლებები. ვინ ჩაუყენა განათლების სისტემას, ხო გახსოვთ, სოროსელი ლომაია. ხო, კიდევ ის თეატუთბერიძის ისინი რო იყო ექსპერიმენტები, ხო გახსოვთ ეს? და 12 წლის შემდეგ მივიღებთო შედეგს და დაამთავრეს მართლაც და მე მივიღეთ მართლაც სავალალო შედეგი. ეს სავალალო შედეგი ოდესღაც ძალიან მძიმე დაისახება, ეხლაც უკვე მძიმედ არის ასახული, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე დაისახება საქართველოზე. აი ეს და შეგახსენებთ ასევე ამ ჯაშუშის ბოლო მოქმედებას, კიდევ ერთ საშინელ მოქმედებას, როდესაც უკვე უმთავრდებოდა პრეზიდენტის ვადა, ბოლო პერიოდში 30,000 თურქს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა აჭარაში და ეს ბომბიც, ძალიან დიდი ბომბი, ჩადებულია ქვეყანაში და იცით თქვენ, რამხელა საფრთხეა მოსალოდნელი იქიდან. აი ამ ჯაშუშებს მისდევს, მეგობრებო, და ამ ჯაშუშებს მასშებიან, უჭერენ ხარს აქციაზე რუსთაველზე 3 კვირია. თუ არა ვსვავ კითხვას, აი მე გიშვათ კითხვას, თქვენ ვინც აპროტესტებთ ამდენი ხანია, ხო? თუ მაგალითად გაიმარჯვა აი ამ პროტესტანტებმა, ვინ მოდის ხელისუფლებაში? მოდის ეს 4 პარტია, რომელიც არის ყველა კოლექტიური ნაცმოძრაობა, ხო? ვინ არის ამათი ლიდერი? მიხეილ სააკაშვილი. ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? უკრაინის მაღალჩინოსანი, უკრაინის მოქალაქე. ვინ არიან ეს დანარჩენი დეკანოიძეები და ესენი რომ არიან მანდ უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე ყოფილი მუშაკები. და რას გააკეთებენ პირველი ჯერზე, რა თქმა უნდა, გააკეთებენ იმას, რომ უკრაინას დაუჭერენ მხარს და გვერდიგვერდ იომებენ რუსეთის წინააღმდეგ. აი ამ ჯაშუშებს, მეგობრებო, ამ ჯაშუშებს და საქართველოს წრეებს საერთოდ არ ასწამთ ქრისტე და მართლმადიდებლობა საერთოდ არ აქვთ. პირველი რაც მათ დაიწყეს თავიანთი ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ყველად გახსოვთ, ალბათ, გლდანის ეკლესიაში როგორ შეცვიდნენ, დილის 5 საათზე პირდაპირ ეთერს ახორციელებდნენ, იქ იყვნენ ყველანი დაწყებული გენერალური პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, წარმოგიდგენიათ, რომ დილის 5 საათს უყველან და ამ დროს მიშა იჯდა ამერიკის ერთ-ერთ რესტორანში, სოროსთან ერთად, ნოუთბუქი ჰქონდა გადაშლილი და აყურებინებდა. აი თქვენ როგორ გაყურებინებთ ეხლა როგორ დავждით ჩვენ იმ სასულიერო პირს, რომელიც ასე ავიწროებდა აი ამ სექტანტებს. და თქვენ ნახეთ, რომ შეანგრიეს კარი, თელიღამეს ღამენათევი მლოცველები, მართლმადიდებლები, მოხუცები, ახალგაზრდები ყველა წაიგდეს წირქვეშ და რა ვიცი, რა დონეზე სცემეს. ასევე დაანგრიეს ეკლესია აჭარაში, ესეც კარგად გვახსოვს. მოკლედ, მეგობრებო, ამათვის საერთოდ არაფერი არ არსებობს. ეს არის
ჯაშუშური ფაშისტური პარტია და ის ვინც მათ ის მხარდამჭერები რომლებიც აი აქ აქციებზე აი ამათ უჭერს ფას არიან არანაკლები დამნაშავეები რომლებსაც მოსმენაც არ უნდათ რომ თუ რას აკეთებენ ეხლა ზოგიერთ იმ წუთშივე ესე იგი თუ ამაზე რაღაცა ხმა ამოიღე ეგრევე თურმე ქოცი ხარ ღმერთმა დაიფაროს თვითონ არიან ისევ ქოცებიც, ნაცებიც და მოქალაქეთა კავშირის წევრებიც თვითონ იყვნენ. ხან იქით გადაბარგდებიან, ხან აქეთ გადმობარგდებიან. არაფერი შეგეშალოთ მეგობრებო, ჩვენა ვართ ზვიად გამსახურდია სერგული თანამებრძოლები და ჩვენ იმხელა გაერთიანებას ვიწყებთ. ეს გაერთიანება თავის სიტყვის და ყველას მიუჩენთ მერე თავის ადგილს. თავის ადგილს მიუჩენთ ძალიან მკაცრად მერე ყველას. და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანას ისე დავალაგებთ რომ აღარ იყოს აი ესეთი გარყვნილება თაობები უნდა აღიზარდოს მართლმადიდებლურად და ეროვნულად და ისეთი თაობები უნდა აღზარდოთ მეგობრებო რომ თითის ჩაჩვენებლები იყვნენ თელსოფლიოში და თავის სამშობლოსთვის იყვნენ წარმატებულები სწავლულნი და განათლებულნი და აღშენებლები აი ეს არის გასაკეთებელი და ეს ყველაფერი ჩვენ ყველაფერი მოფიქრებული და დაგეგმილი გვაქვს როგორ უნდა დაიწეროს ქართული სახალხო კონსტიტუცია სულ ყველაფერი ეს გეგმაზომიერად წარიმართება კიდევ ერთხელ მეგობრებო ძალიან გაბრაზებული ვარ აი ამ ეგრეთ წოდებული შოუ ბიზნეს წარმომადგენლებზე და საერთოდ ქართული ოცნება თქვენ გადანაშაულებთ ყველას ძალიან ერთი გამეცით პასუხი ის მამული ჩარო არის ეს ლელა წურწუმიას ხარ გაქანებული ნაცი რო არის ეს ლელა წურწუმია ეს მამულიჩა საქვეყნოდ ყველამ როიცის თელმა საქართველოს რომ ნარკო ბარიგა რომ არის რომ დაიჭირეთ საპროცესო იმითი რატომ გამოუშვით ასეთი უმძიმესი დანაშაული საპროცესო გარიგებით რატომ გამოუშვით ეს ხომ არის ერთ-ერთი უმძიმესი მუხლი რომელიც თუ არ ვწდები 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს აი გეუბნებით და პასუხი უნდა გავხსნათ ოდესღაც კაცო ყველაფერზე რო ყური მოგიყრუებიათ ხო ეგრე ხო არ არის ნაცვლად იმისა ეს ბარიგა ეს რო თელი ახალგაზრდობას გვიწამლავს და ციხეში მჯდარიყო ეხლა ყელყელაობენ გამოდიან და ვითომ მაგარი ისინი არიან რა ქვია ღირსეული ხალხია და ამ მართლა ღირსეულ მომღერლებს აბულინგებენ აგერ ეკატერინე კვალიაშვილი წერდა კიდევ რომ იმაში დაუწყეს ბულინგები და ეს ჩაგვრა გესმით რა მოეღებათ ამ ქალბატონს ერთადერთი ის იყო რომელიც ხმალა მოღებული იბრძოდა ჩვენ დროს მაშინ ამ კოვიდ ფაშიზმის წინააღმდეგ ეს ქალბატონი არის ძალიან ეროვნული ადამიანი და აი ამაზე არიან გაგიჟებულები მეგობრებო ეხლა თანხები მოაკლებათ გესმით ეს ქათამაძეები და ეს ისინი აი ხან კრემლის სცენაზე ახდებოდნენ ხასა და ახლა გამოვიდნენ დიდი პატრიოტები მეგობრებო მე პირდაპირ კიდევ ერთხელ ვაცხადებ აი ამ ბოდიში და აი ამ პედერასტების პროპაგანდებს სტეფანეს კახუჩელებს ბადურაშვილებს კიდევ არის ახლა არ მინდა კიდევ გამომჩენ კიდევ სხვები გვეთყოდი ერთ რამეს ფრთხილად იყავით მალე მოვა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლებაში და ძალიან ცუდად წაგივათ საქმე და ძალიან მაგრა აგეთ პასუხს აი ამ ყველაფერზე და ამ ახალი თაობების გაღწნისთვის და ესეთი სიბინძურეების ჩვენებებისთვის აი ეს მინდოდა მეგობრებო მე თქვა ყველამ ამოიღეთ ხმა ყველამ გააზიარეთ ეს და ყველამ ამოიღეთ და ხმა და ყველამ კაცრად მოეკეცით ყოველივე ესეთ ჩაგვრას და გამოვლინებას მადლობა ყურადღებისთვის იმედია უკვე საზოგადოება უნდა გაყოჩაღდეს უკვე დროა დაიწყო უკვე მოდის ჩვენი დრო მართლაც ქართველი ეროვნული ხალხისა და მართლმადიდებლებისა და ამიტომ ყველა უნდა იყოთ აქტიური მადლობთ ყურადღებისთვის და ღმერთი გფარავდეს არავის არ დავაჩაგვრინებთ იქნება ესეთი შემთხვევები მივალთ და ძალიან მაგრად გაუსწორდებით მე ესეთ ნაძილებს